Mhm. 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 Okay. კაი, როგორ ოდეც გავკეთება? გაჩვენა? კი. და რა ხო, გზით გავაკეთებ? ანუ ჯერ თეგით დავაკავშირე ეს ორი Mhm. ერთმანეთთან. ამას rigid body დავუმატე Mhm. და ტრიგერი ჩაურთე ერთ Colliders. კი, ხო, კოლაიდერს. Mhm. და Rigid body-ზე გრევით სქელი გაუნულე რო არ ჩამოვარდნილიყო თავიდან? თუ? ხო, ხო. Okay. კი, აი, გაუნულე. Mhm. აქ ой, ამის სკრიპტში დაწერე, ეხება თუ არა იმას? damage-ის მაგივრად destroy game object დავწერე, რომ პირდაპირ გამქრალიყო. იქ შეხებაზე on collision enter-ზე, ანუ რო ხო, ჩამოვარდება და დაეცემა თავში. მაშინ. კი. კაი, და და ვარდნას როდის იწყებს? სად იწყებს? Mhm. ვარდნა სადღაც სკრიპტი ტრიგერი დაუწერე იმას? ხო, Mhm. Knife. Knife ხო, სკრიპტი knife არის და ხო. დავაკვირდა. და on trigger enter-ით ამოწმებ აქ. Okay. ხო, შეხებას. აა ვაიცადე, აქ knife text რო ამოწმებ, knife-ის თეგი, ანუ იმას აქ მთავარ პერსონაჟს? ხო, ანუ ხო, text knife დავარქვი და მაგიტო აი. არა, ეს ამას აქვს და მთავარ პერსონაჟს? თავარ პერსონაჟსაც knife-ი აქვს. Okay. ხო. ისე ლოგიკურად ხო. უფრო რო გამართო, მთავარ პერსონაჟს ხო თავის თეგი ექნება, თქვა player-ი ან რავი რაც ქვია. და knife-ის ხო. სკრიპტიდან შემოწმებდი knife-ის text კი აღარ, იმას თვითონ პერსონაჟის text რა. ხო. და აღარ მოგიწევდა რომ ეხლა ჩვეულებრივად ყველაფერი მუშაობს და შვენიერი არის უბრალოდ მე ეხლა მომავლისთვის მაინც ჯობია რომ შესაბამისი თეგები გქონდეს ხოლმე პერსონაჟებზე და ობიექტებზე რა. რომ მე არ აგერიოს რამე ან რაღაც. ანუ იმით ორივეს knife, იმიტომ მე თქოს დავაკავშირე თქო მაგის გამო. ხო, მასე არ უკავშირდებიან ერთმანეთს. ნუ აა ერთნაირი თეგები შეგიძლია მიაბა იმას, რა ქვია, ობიექტებს, მაგრამ თუ რაღაც კონკრეტული რაღაცა არ ჩაუწერე სკრიპტში, კავშირი არ აქვს ერთმანეთთან რა, მიუხედავად იმისა, რომ ერთნაირი თეგები აქვთ. გასაგებია. Okay. შვენიერი. კარგი, მე გავაზიარებ ახლა. გაბრიელი შემოვიდა. გაბრიელ, შენ სხვა ჩვენებ დავალებას? სანდრო შემოსულა. თქვენი ხარ ისმის თუ რამე სამთ გაბრიელ ან სანდრო? არა, მე ერებს არ ვამოვიდა. შენ არა. მეორე სანდროზე თქვი. ახლა შემოვიდა და. ისე ხო, ერთი კითხვა მაქვს, ანუ არ აღიქოს რა ისე, როგორც ახალი Visual Studio მქონდა გამოწერილი, ისე შევა აქაც, ძვერშიც. არ აღიქონს ბრძანებებს და რა ვქნა მაგაზე. ხო, ანუ ჩავწერე რამდენიმეჯერ, თავიანაც გადმოვწერე. არ ქნა არაფერი. და Unity და Visual Studio ჩაიწერე თავიდან? თუ მარტო Visual Studio? კი. ანუ წინა გაკვეთილსაც არ მიხსნიდა და თავი ამცადი და ახლაც რაღაც ერორს მიხსნის. თავის Visual Studio-იანად თუ მარტო Visual Studio ჩაიწერე უბრალოდ ახლიდან? ანუ ორივე Unity-ს წავშალე და ხო. სამაინც არ ქნა? და რაღაც perf Watson 32 ერორს მიგდებს და არ ვიცი რატომ. გააზიარება შევხედავ. კარგი.
ახლა აღარც მიხსნის, ანუ აქ სიცარიელი არის და არაფერს არ შვება. not responding აწერია რომ დააჭი კლიკი რო გააკეთე მაგით. არაფერი არ მიქნება თვითონ ქნა, რო გავაზიარებთ ეკრანი მაგის გამოგქნა და წეხან ცადი კიდევ და ანუ სარიელი იყო და არაფერს არ მიიგდებდა არც დოკუმენტს და არც არაფერს. Control Alt Delete დააჭირე კლავიატურაზე. Control მე Alt და Delete დააჭირე ერთხელ. და taskbar-ი ეწერება ქვევით. რა ვქნა ახლა? Taskbar-ი ეწერება. მაგაში taskbar. თუ task manager. თუ task manager ხო. აქედან გამოვთო. და end task-ი გავუკეთე აქედან Visual Studio-ს. არ გაგითა? აი გახსნა. ანუ შეიძლება იმის ბრალიც იყოს, რომ ანუ არც ძლიერი კომპიუტერი მაქვს რა და ალბათ ჭედავს. აი. end task-ი გავუკეთე. კაი, ერთ წამს. და თავიდან გახსნა თუ აი რაღაცას გიწერს აქ ლოკალობას მაგზები. მარცხნივ ზევით edit-ს დააჭირება. preference-ში შედიქვით, ქვიდან მეოთხე. აი მან code.x-ზე რო აწერია ზევით ხო მან ჩამოშალ და Visual Studio Community-ზე გადადი. კაი გამრთეს. ახლა დააჭირება ორჯერ. scripts. დაილოდე არ კლიკი არ გააკეთე საერთოდ. და შეიძლება გაჭედოს კიდე. Sure, ამაზე OK-ს დააჭირება. ანუ რო ვაჭერ მე ამ OK-ს Hello access დააჭირე. ხო რა გამიჭიდა? ისმის ჩემი ხმა? ისმის დაილოდე.
ის რა არის გაიხსნა, ანუ თავიდან დააჭირება იქ ორჯერ unit scripts რაღაც არ არის სრულყოფილად ჩაწერილი რა. ისევ დააჭირება მაგ scripts ორჯერ. ანუ ეს გამორთვეს არა, Visual Studio თუ თავიდან ორჯერ რა. მეტი არაფერი, scripts დააჭირე ორჯერ. პროდ გახსნაზეც ამ დახას უნდება? რავი, მგონი იმის პრაიცა გაზერებული რომ აქ ეკრანი და ბრაუზერი არაფერი ჩართული არ აქვს, ხო? არა. აი, ბევრი დრო იკარგება და მოდი გაკვეთილის ბოლოს გამახსენე და გავაკეთოთ რა. სავარაუდოდ ისევ წაშლა მოგვიწევს და ახალად ჩაწერა. იმიტომ რომ რაღაცა სრულყოფილად არ არის ჩაწერილი. ჩანს ჩემი ეკრანი? მას სანამ დაიწყებს ახსნას მას კოდში მაქვს მე რაღაცა შეშლილობაც ნარუტოს გავუკეთე რასენგანი და ანიმაციის დამატებას ვაპირებდი, მაგრამ ვერ გავაკეთე, ანუ ეს კოდი ვერ დავწერე შეხების დროს რომ გაქრეს და გავაზიარებ ეკრანს რომ ნახოთ. მერე მაჩვენე, კარგი? გავაკეთოთ, რასაც ვაკეთებთ, იმიტომ რომ გასაკეთებელი გვაქვს და მერე მაჩვენე ეგ. ცალკე რაღაც ვაკეთებ, ეგენი მერე ვნახოთ ხოლმე. ეხლა დავალებას მივხედოთ, დავალება რაც იყო. მოდი ამათ წავშლი ერთ ბიმოს დავტოვებ, ან ორი ბიმო იყოს. ხაუცლებელი არ არის, რომ ამდენი იყოს. აი, დავალება იყო, რომ ჰაიში დაგვეკიდა რაღაც ობიექტი და ეს ჩვენი პერსონაჟი მაგ ობიექტს ქვეშ რო აღმოჩნდებოდა, ეს ობიექტი უნდა ჩამოვარდნილიყო დაბლა. თუ თავში დაეცემოდა, მე მოეკლა ეს, გაეკრო. შევქმნათ ახლა ეგ ობიექტი უბრალოდ სატესტოდ, მაუს მარჯვენა ღილაკი, 2D object, sprites და იყოს circle. დავარქვათ ball, ბურთი იყოს. ფერით შეგვიძლია რაღაც წითელი მივცეთ და დავაყენოთ მაღლა. ყველაზე მარტივი ხერხი ამის გაკეთების, აი LNS როგორც ქონდა, ეგ არის, რომ ერთი თავისი კოლაიდერი მიაბა ამას, რაც აი თვითონ სხეულზე ექნება დიზაინი, სადაც არის სტრესად ჩანს, მაგაზე ექნება თავისი კოლაიდერი, რითაც დაეჯახება ხოლმე ამას. და მე მეორე კოლაიდერის მიმა შეგიძლია აი ქვეშ რო კონდეს რა. რომ აი ქვეშ გავლა აღიქვა. ოღონდ ეგ კოლაიდერი უნდა იყოს ტრიგერი. მაგას ავხსნით, ახლა ზუსტად ტრიგერი კოლაიდერი რა შვება. ხო, კიდე სხვანაირად შეგიძლია რომ ვთქვათ ამათი პოზიციები შეამოწმო რა, ვთქვათ აი ამის სკრიპტიდან შეამოწმო ამის ამ ბოლის ბურთის x გაუტოლდა თუ არა ამის x-ის პოზიცია რა, ვთქვათ. აი ეს ხო მიდის ესე. და რაღაც მომენტში ხო რომ მივახოლდა ხო 1x-ზე იქნებიან ესენი. და შეგიძლია მაგ დროსაც უთხრა რომ მაგ დროს ჩამოვარდეს რა. აი თქვათ რაღაც x-ზე რო დააყენებ, რაღაც -6-ზე და ესეც -6-ზე რო იყოს.
ამათ ხო ერთნაირი x-ები ექნებათ და ეგ შეგიძლია სკრიპტიდან შეამოწმო რა. და ეს რო გაივლის და რაღაც მომენტში ამის იგივე x-ზე აღმოჩნდება რა, x-იც ის არის. რა ქვია? ბურთი არის, მაგ დროს დააწყებინებ ვარდნას. შეიძლება და მასი გაკეთებაც. მაგრამ უფრო კარგი და იდეაში უფრო მარტივი არის, რომ ისი გავაკეთოთ როგორც ln-ს ქონა. უბრალოდ ln-ემ გამოიყენა ის, რომ ამ ზევით დადებულ ობიექტს rigid body რომ მიაბა, აი ჩვენს მივაბათ rigid body 2D, gravity scale გაუნულა. gravity scale რო არ გაუნულოთ, ხო ჩამოვარდება, ეხლა თამაში ჩავთავ, ეგრევე ვარდნას დაიწყებს. და ჩვენ ეგ არ ვაწყობს, იმიტომ რომ თავიდან უძრავი უნდა იყოს და ln-ემ 0 ჩაუწერა აქ და რო ჩართა ხედავთ, რომ დგას HR-ში ჩამოგიდებული. და მე რა უთხრა, რომ ეს gravity scale შეცვალა რა, ერთი ჩაწერა და მერე დაიწყო ვარდნა. ერთი ვარიანტი ეგ არის ამის გაკეთების. თვითონ ვარდნის გაკეთების. მეორე ვარიანტი არის და მოდი მაგ ვარიანტი გავაკეთოთ ჩვენ, რომ ცოტა განსხვავებული იყოს. rigid body 2D-ში აი აქ body type პირველივე წარწერა რაც აქვს. მანდ არის არჩეული dynamic. რაც ნიშნავს, რომ აი დინამიური ობიექტია რა, მოძრაობს. გადაადგილდება. ხო და მაგ dynamic-დან შეგვიძლია გადავიყვანოთ static-ზე. და static-ით გახდება უძრავი ობიექტი. ეხლა თამაში ჩართავ უძრავი იქნება. აი არ ვარდება. მაგრამ როგორც კი აქედან dynamics-ზე გადაიყვან, ეგრევე ჩავარდება. უბრალოდ ახლა ხელით ხო გავაკეთე მე dynamics-ზე გადასვლა და ჩვენ კოდიდან ვიზამთ რა. კოდიდან დავუკავშირდებით ამას. აი ამას ვეთყვით body types, რომ static კი არა, dynamic გახდეს. და დაიწყებს ვარდნას. ოკეი, თავიდან static იყოს ესე. ასევე მივაბათ circle collider 2D. იმისთვის რომ თვითონ აი ვიზუალზე ჰქონდეს collider-ი, ეს მწვანე collider-ი გამოჩნდა, edit-ს რო დავაჭირო, ჩანს კიდეც აი ესეთი collider-ია, წრიული ფორმის. და ზუსტად დააჯდა იმას რა, ამ ობიექტს. ბურთს. და კიდე ერთი collider-ი გვჭირდება. ეს შეგვიძლია box collider-იც იყოს. შეგვიძლია edge collider-ი იყოს. edge collider-ი არის line-ია რა. აი გამოვიყენოთ ეს edge collider-ი მივაბათ. edge collider-ზე edit collider-ს რო დააჭერ, აი ესეთი ხაზი არის. მერე ბოლოებში შეგიძლია დააწყაპუნო მოკიდო და ჩამოიტანო დაბლა. მარცხენა ნაწილიც და მარჯვენა ნაწილიც. და უბრალოდ მე ამ ქვედა ნაწილს ფროდიძე გავწელავ და სადაც ქვედა აი პლატფორმა სადაც არის, მაგამდე ჩამოვწელავ რა. ესეთი რაღაცა line-ი იქნება, ხაზი. და ამ ხაზს რო გაკვეთავს, ანუ ხაზს რო გაივლის ეს ჩვენი პერსონაჟი, მაგ დროს დავაწყებინებთ იმას ვარდნას. შეგიძლიათ edge collider-ი არ გამოიყენოთ და box collider-ი გამოიყენოთ და ესეთი რაღაც ოთხკუთხედი collider-ი იქნება აქ. ამ ბურთის დაბლა და მაგაში გავლასაც მიახვედრებ კოდიდან. მას ეგ თეთრი ხაზი ვერ გავაკეთე მე. აი მოსულიყო. edge collider-ი. add ეგ component. მიბმული მაქვს, მაგრამ. ეგ მიბმული მაქვს, აი edit collider-ს დააჭირე. და lines ხო ხედავ და მარცხენა და მარჯვენა კუთხეში მაუს კურსორს რომ მიიტან, კვადრატი გაუჩნდება მწვანე და რომ მოკიდებ გადაადგილებ რა. შუაში არ დააწყაპუნო ოღონდ, იმიტომ რომ შუაში რო დააწყაპუნო, შუაში ჩაამატებს ერთ წერტილს და მე ესე შეგიძლია გაწელო. მაგრამ ეხლა ჩვენ არ გვჭირდება რა. თავში და ბოლოში რო კონდეს საკმარისი არის. თუმცა შუაშიც რო კონდეს არა. სამკუთხედი შექმნა შენთან. რა შექმნა? თავიდან დავაწყებინე, ანუ ერთ ბოლოდან, მაგრამ მაინც ანუ არაბოლა შექმნა. edge collider-ი გაქვს მიბმული ნამდვილად? edge collider 2D. reset-ი გავუკეთე, აბა? აი აქ სამ წერტილს დააჭირე edge collider-ი და reset. და ისევ line-ად გადაიქცევა. და აი უყურე. ხედავ ჩემ გაზიარებულს? იო. შეხედე? edit collider-ს რო დააჭერ,
რომ მიიტან ესეთი ლაინი ხო არის შენთანაც? დიახ. აი მარცხენა ბოლოში რომ მიიტან მაუს კურსორს, ეს მწვანე ღილაკი რო ისა კვადრატი რო გაუჩნდება, კლიკი გააკეთე და ჩამოწელე დაბლა. მერე მარჯვენა ო, მაგრამ აი კუთხე საიდანაც ეს სხვა რაღაცა არის. იქაც მერე აჩენს. მარჯვნივ უყურე, მარჯვნივ მოკიდე მერე მარჯვენა ბოლოში და ჩამოწიე. და ეს ლაინია მარტო. ის სხვა რაღაცაა თუ იმას უყურებ. აი ეს არის circle collider-ის ეს არის. ნაწილია. ხო, კენ. ხო. ესე ჩამოვწეროთ. ოკეი. ახლა აი თქვათ რომ გავტესტოთ, ამაში გაივლის თუ არა. წესით ხო ვერ გაივლის, ახლა დაეჯახება, იმიტომ რომ ჩვეულებრივი კოლაიდერი აქვს. აი მივაბით და ვსო არაფერი არ შეგვიცვლია ამ edge კოლაიდერში. აი რომ გავტესტოთ ახლა. აი აქ ამას დაეჯახება. ნახე? ეჯახება და ვერ გადის. იმ ლაინს ეჯახება რა. ხო და თუ გვინდა რომ არ დაეჯახოს ხოლმე და გაიაროს, აი აქ უნდა ჩავურთო is ტრიგერი. ეს is ტრიგერი არის ნიშნავს იმას, რომ ამ კოლაიდერში გაძრომა, ანუ გავლა შეიძლება რა, ნებისმიერ სხვა ობიექტს. ანუ ამ კოლაიდერთან თვითონ ხილვადი დაჯახება აღარ იქნება. მას ჩემთან ერორს აწერს. რა ერორს? და არ სტარტავს მოგიჭო. ამას აკეთებ, ახლა რასაც ვაკეთებთ? დიახ მას. ხო. ერორს მე მივხედავთ. ეგ არის სკრიპტის ნაწილი. სკრიპტის ნაწილზე ხო არ მივსულვართ ჯერ. მოიცადე, ახლა გააკეთე ის, რასაც ვაკეთებთ და მე მივხედავთ მაგას. ასე ვამბობდი. ხო, მოკლედ, is ტრიგერს რო ჩავურთავ აქ, შეგიძლია გაიარო მე ამ კოლაიდერში. ამ დაჯახება აღარ მოხდება, ვიზუალურად დაჯახება არ მოხდება. თორე ამათი კოლაიდერების შეხება მაინც მოხდება რა. რო შეეხები ამათი კოლაიდერები, მაინც მიხვდება სკრიპტიდან, მაინც მიახვედრებ მაგ შეხებას. უბრალოდ მაგ შეხებას ვიზუალურად შენ ვერ ხედავ, ანუ ერთმანეთს არ ეჯახებიან. აი ხა რო ჩავრთო რა ხან is ტრიგერი მაქვს ჩართული ამაზე. აი, გადის და გამოდის ამ კოლაიდერში. აი, მას რა გაქვს ჩართული? is ტრიგერ. edge კოლაიდერზე ჩავრთეთ is ტრიგერი. ბული არის და აი checkbox დააჭერ და აი მოინიშნება რა. ეგ არის. ეხლა გამზადებული გვაქვს რომ კოდიდან ერთ-ერთი რაც დაგვრჩა არის რომ გავიგოთ აი ამ კოლაიდერში, ამ edge კოლაიდერში, ამ ხაზში გაიარა თუ არა ამ ჩვენმა პერსონაჟმა. და მე ერთ-ერთი ის არის რომ ვარდნა დაიწყოს ამა. ხო და ერთი ვარიანტი ეგ გვაქვს რომ აი LNS როგორც ქონდა, ცალკე სკრიპტი ქონდა შექმნილი. აი ამ ობიექტზე რა, რომელიც ზევით ქონდა დაკიდებული. მაგ ობიექტის სკრიპტი შექმნა და მაგ ობიექტის სკრიპტიდან გადაამოწმა ეს თავარმა პერსონაჟმა გაიარა თუ არა ამ კოლაიდერში, რომელიც ქვევით აქვს. ხო და ცოტა განსხვავებულად რო ჩავწეროთ ჩვენს და ესეც რო იცოდეთ, რომ ესეც შესაძლებელია, შეგვიძლია რომ JX სკრიპტი ხო არის უკვე. ამ თვითონ JX სკრიპტიდან შევამოწმოთ ამას ეხება თუ არა. და როგორც კი შეეხება, ანუ აქ რო გაივლის ამ edge კოლაიდერში და უკავშირდებით ამ ბურთის rigid body-ს და აი აქ როგორც აღვნიშნეთ, სტატიკიდან გადავიყვანთ dynamics-ზე და დაიწყებს ვარდნას. შევიდეთ სკრიპტში. JX სკრიპტში. ხო, ისე სანამ სკრიპტში შევალთ. tag-ით შევქნათ, მოდი ამ იმისი ბურთის. add tag plus ball. იმიტომ რომ მე შეიძლება სხვა ბურთიც გქონდეს და იმაზეც რომ იმუშაოს. tag-ებში აქ ჩამოშალოთ ან tag და ეს ball tag-ი ავირჩიოთ. ეხლა სახელიც კი იგივე აქვს, რაც როგორც tag-ი დავარქვით, მაგრამ სახელი რო სხვანაირადაც ეწეროს, მაინც იმუშავებს, იმიტომ რომ tag-ზე შევამოწმოთ რა ჩვენ. შევქმნით tag-ი? დიახ მას.
აირჩიეთ კიდეც, ხო? დიახ. კი. ოკეი. კაი, სკრიპტში შევიდეთ ხა. და აქ წინაზე ხო ჩავწერეთ on collision enter 2D. რაც ხდება ობიექტების დაჯახებებს. ოღონდ ისეთი ობიექტების დაჯახებებს ხდება, რომელსაც აი ჩვეულებრივი კოლაიდერები აქვს. რა ჩვეულებრივ კოლაიდერში გულისხმობ, აი რომ მიაბამ და ის ტრიგერი არ აქვს ჩართული, რა ჩვეულებრივი არის და არაფერი შეცვლილი არ გაქვს შიგნით. და არაჩვეულებრივი არის ის ტრიგერი რო ჩართული აქვს რა და მაგას ეს ვერ მიხვდება. on collision enter-ი მაგას არ უზრუნველყოფს, რომ აი ტრიგერიან კოლაიდერში რო შევიდა ჩვენი პერსონაჟი რო გაიარა, მაგას ვერ მიხვდება რა. ეგ მხოლოდ ხდება აი ჩვეულებრივ კოლაიდერს რო დაეჯახება. აი ბიმოს რო ეჯახება მაგათაც ბიმოსაც ხო ჩვეულებრივ კოლაიდერი აქვს, ის ტრიგერი არ აქვს ჩართული. ან აი თვითონ ბოლს რო პირველი კოლაიდერი მივაბით circle collider 2 და ეგეც ის ტრიგერის გარეშეა რა. და მაგათთან დაჯახებას მიხვდება ეს on collision enter-ი. მაგრამ აი ამასთან შეხებას გავლას ამაში ამ ხაზში ეს რახან ის ტრიგერი არის. მიხვდება on trigger enter-ი. გამარჯობათ მასპოდიში. გამარჯობა. ამიტომ დავალება რაც ქონდა მაგას ვაკეთებთ. გაკეთებული ხوار გქონდა შენ? არა, ვეღარ მოვაწერ გუშინ აღვიყოფილ სახში. ოკეი. on collision enter 2D რო გვიწერია, მაგის დაბლა ფრჩხილი, სადაც მთავრდება რა, ეს on collision enter-ი, მაგ ფრჩხილის დაბლა გამოტოვეთ ადგილი. ყურადღება მიაქციეთ, რომ სადაც ადგილი გამოტოვეთ, მაგის ქვეშ კიდე ერთი ფრჩხილი უნდა იყოს. თვითონ კლასის ფრჩხილი. ამ კლასის გარეთ არ დაწეროთ. და აქ უნდა ჩავწეროთ on trigger enter 2D. on triggers რო ჩაწერთ, გამოჩნდება წესით on trigger enter 2D. enter-ით აირჩიეთ და ჩაიწერება. ზუსტად იგივენაირად გამოიყურება, როგორც on collision enter 2D. პროთ სახელი ქვია სხვა. და ანუ ეგ არის მარტო იმისთვის, როდესაც ის გვაქვს ჩართული, ანუ არაჩვეულებრივისთვის და ის ჩვეულებრივისთვის. კი, ის ტრიგერი თუ გაქვს ჩართული, on trigger enter-ით უნდა შეამოწმო. იმ ტრიგერში გაიარა თუ არა. ანუ ისეთ კოლაიდერს თუ ეხება შენი პერსონაჟი, რომელსაც ის ტრიგერი აქვს ჩართული, მაშინ მაგ შეხებას მიხვდება on trigger enter-ი. და ისეთ ობიექტს თუ ეჯახება შენი პერსონაჟი, რომელსაც ჩვეულებრივი კოლაიდერი აქვს და დაჯახებას ხედავ, ანუ მართლა ეჯახებიან ერთმანეთს ვიზუალურადაც ჩანს. მაშინ მაგას ხდება on collision enter-ი. მოკლედ ტრიგერი რაც არის, მაგასეთ კოლაიდერებში გადის რა. ანუ ვიზუალური შეხება არ ხდება. შენ ვერ ხედავ, რომ შეეხო. გაივლის შიგნით. აი რაღაცა კედელი რო გქონდეს დახატული და იმ კედელზე ისეთი კოლაიდერი რო გედოს, რომელზეც ის ტრიგერი გექნება ჩართული, მაგ კედელშიც გაივლის შენი პერსონაჟი რა. ოკეი, ახლა აქ შეგვიძლია რომ ეს if-ი მოვაკოპიროთ, აი იქ რაც გვიწერია, bimos text-ს სადაც ვამოწმებდით. აქეთ ჩავაფეისტოთ, იმიტომ რომ გამოგვადგება და bimos ნაცვლად bol შევამოწმოთ. bol tag-ი ხო შევქმნით. შევამოწმოთ bol tag-ი აქვს თუ არა იმ ობიექტს, რომელშიც გაიარა ჩვენმა პერსონაჟმა. და თუ აქვს, ესენი არ გვინდა destroy collision game object და damage 2 წავშალოთ. და ეს თუ ჭეშმარიტია და მართლაც bolis tag-ი აქვს იმ ობიექტს, იმ ბურთს. მაშინ აი აქ უნდა დაუკავშირდეთ ახლა და უნდა დაუკავშირდეთ rigid body-ს, აი ამას. და თავიდან რომ static-ზე გვაქვს გადაყვანილი, უნდა უთხრათ რომ გადავიდეს dynamics-ზე. აქ ჩავწეროთ collision. collision ხო ის სხვა ობიექტი არის, რომელსაც იმ სხვა ობიექტის კოლაიდერი უფასწორად, რომელსაც შეეხო. შესაბამისად ეს collision აქ ნიშნავს აი ამ კოლაიდერს, ამ lines, ამ ხაზს რა. მერე მაგის მერე რომ game objects ჩაწერ,
ხოლიჯენ წერტილი game object უკვე მთლიანად ეს line-ი, ეს ხაზი კოლაიდერი რა ობიექტზეც არის მიბმული, მაგ კოლაიდერს მაგ ობიექტს გულისხმობთ ახლა ამ შემთხვევაში. game object რო დავწერეთ მაგით. შესაბამისად, მთლიან ამ ბურთზე გვაქვს წვდომა. და ბურთზეც წვდომა გვაქვს, შეგვიძლია რომ ნებისმიერ მაგის კომპონენტს დაუკავშირდეთ აქ. მაგის კომპონენტი გვინდა ჩვენ rigid body და კომპონენტთან დაკავშირება ხდება get კომპონენტით. get component თვითონ სახელიც გეუბნება რა. რომ მიიღო კომპონენტი, მიწვდე კომპონენტს. get component ესეთი ნაკლებობა მეტობის ნიშანი აქვს და შიგნით ეწერება კომპონენტის ტიპი, რომელ კომპონენტთან გინდა რომ მივიდეს და დაუკავშირდეს. ჩვენ გვინდა rigid body 2D კომპონენტთან, ხო? ამიტომ აქ ვწერთ rigid body 2D-ს. მერე მარჯვნივ რო გადმოხვალთ ამ მეტობის ნიშნის მარჯვნივ. ჩვეულებრივ ჭხილებით სჭირდება ამას. მერე კიდე მარჯვნივ წერტილი და წერტილის მერე, აი აქ ხო rigid body-ს დაუკავშირდა და წერტილის მერე უკავშირდები უკვე აი rigid body-ში შიგნით რა წარწერებიც არის რა. რაღაც ქვეკომპონენტები რაც არის. და ერთ-ერთი პირველი ხო body type-ი არის. აქ რო ავკრიფოთ body type შემოგთავაზებს. ავირჩიოთ body type, მერე ტოლობა და გამოტოვებას რო ვაკეთებ ტოლობის მერე, ეგრევე შემოგთავაზებთ წესით rigid body type 2D წერტილი dynamic. აი სტატიკით აწერია აქ. dynamic ავირჩიოთ და წერტილმძიმე. იმიტომ რომ ხო ჩვენ ხო გვინდა რომ დინამიური გახდეს, რომ ვარდნა დაიწყოს დაბლა. მაგითო გადაყავს dynamics. და როდესაც შეეხება კოლაიდერს, მაგ შემთხვევაში როცა მიხვდება რომ ანუ ბურთია, დაიწყებს ჩამოვარდნას. ანუ დინამიურზე გადავა. კი, ეგრევე აი ეს სტატიკიდან გადავა ეგრევე dynamics. შეგვიძლია დავინახოთ კიდეც ეგ და ვარდნას დაიწყებს. ოკეი, ჯერ ეს გავტესტოთ, აბა მუშაობს თუ არა. დავასაივოთ. unit-ში გადავიდეთ და შევამოწმოთ, აბა მე მგონი არაფერი არ გვავიწყდება. ჩავართოთ თამაში, თან ბურთი მონიშნული მექნება, რომ აი მარჯვნივ rigid body 2D-ს დავაკვირდეთ, სტატიკზე ხო არის. როგორც კი მივალ ახოს, აი ეგრევე dynamics-ი გადავიდა და ჩამოვარდა და თავზე გაუჩერდა. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან შეეხები. აი აქედან მხრიდანაც შეეხები რა, ხო, გაივლი იმ კოლაიდერში რა. აი უბრალოდ გადაყირავდა ახლა ის და გადავარდა. აი შეგვიძლია ეს გეიმი ცოტა გვერდით ჩავაგდო და სცენაშიც რო დავაკვირდეთ რა. აი რომ მიდის და თავის კოლაიდერით ეხება, ეგრევე ვარდება ის ვარდნას იწყებს. ნახეთ აბა თქვენთანაც თუ მუშაობს. თენთან არის მუშაობს. თეგი გაქვს მიბმული? როშე. კი. როშე ხო მარტო დაიწყო, აი პირდაპირ ობიექტს რო შეეხო, მაშინ დაიწყო ვარდნა. ობიექტს რო შეეხო, რას ნიშნავს? ობიექტი მაღლა არ გაქვს? მაღლა მაქვს და აი მაგას მაღლა რომელიც არის, იმას რო შეეხო, მაშინ დაიწყო ძირს ვარდნა. On collision enter-ზე ჩაწერე ეს? on trigger enter-ზე უნდა ჩაგეწერა. ო, on trigger enter-ზე ჩავწერ. მაშინ აბა იმაზე რანაირად ვარდება. ვარდნას არ დაიწყებ და ეგ ალბათ უბრალოდ დაეჯახე და გაამოძრავე, ალბათ. თუ მართლა არა, რო დავეჯახე, ძირს წავიდა. კაი, გააზიარე აბა. ახლა
ას აჩვენება. აი აქ კოდი მიწერია. კაი, გადადი იუნიტში. მონიშნე ის, რაც უნდა ჩამოვარდეს ზევიდან. მასჯვარი ჩამოსხოლდება. აი აქ ეს ჩართული. და რაღაც უცნაურად არის ჩამოწერილი ის კოლაიდერი თუ მიახლოვება კარგად სცენაში კოლაიდერის ლაინი რანაირად არის. შენ პოლიგონის კოლაიდერი ხო არ ჩამოწერე დაბლა? არა, ეს კოლაიდერის იმ დაითებას მინდა აი ეს ჩამოვწიე მე. ხო და რაღაც უცნაურად არის რა, რისეც დააჭირე. ისევ. ან თოთ კარგად არ არის. მოკიდე ახლა მარცხენა edit კოლაიდერს დააჭირე. აი მარტო მარცხენა კუთხეში მოკიდე. მარცხენა ბოლოში, ხო. მოკიდე და ჩამოწიე დაბლა. ხო. ახლა ზევითა კუთხე რა, ხო. მან მოკიდე, არ არის აუცილებელი რომ ზევით კონდეს, აი ქვევით დაუმაგრე. აი მანდ, ხო. ვიზუალზე არ არის აუცილებელი კონდეს. ახლა ანზუმი გააკეთე და ის ქვედა ნაწილიც ჩამოიტანე დაბლა. აი, ჩამოვიდა. კაი. აბა ახლა შეამოწმე ეს ისებს. გაუარიება ქვევით. დასეივებული არა. არა, დასევებული არ არის აუცილებელი რომ unit-ში დასევებული ქონდეს. თავარია სკრიპტი დასევებული გაქვს? ო, სკრიპტი დასევებული. ახლა აღარც ეხება. აღარ ვარდება. სწორად. არა, არც უნდა ჩამოვარდეს, ანუ შეხებაზე არ უნდა ვარდებოდეს, ეგ უნდა ვარდებოდეს ქვევით რო გავული იმ ტრიგერ კოლაიდერს, მაგას. სტატიკიდან დაინამიკს გადაიყვანე, აბა ერთწამს, ისევ. აი გრევიც ხელი გაქვს 0 და მაგით არ ვარდება. ერთი ჩაუწერება. აბა, რამდენი უნდა იყოს? ერთი. გრევიც ხელი თუ 0 იქნა, არ ჩამოვარდება. ისევ სტატიკზე გადაიყვანა, ახლა ჩართე აბა. არა, არც ხარ ვარდება. კაი, არ გამორთო თამაში და მონიშნე ეგ ზევით რაც დევს, რაც უნდა ჩამოვარდეს. გეიმში ხარ ოღონდ, მანდ ვერ მონიშნე, სცენაში უნდა გადახვიდე. არ გამორთო თამაში, ხო? ჩამოსკოლდება rigid body დამანახე. Dynamics. ის ტრიგერი გამორთული. არა, ეგ პოლიგონი არის. ეგ თავის კოლაიდერია, რაც იმაზე აქვს, ვიზუალზე. აქა edge კოლაიდერზეც გამორთული. ხო, თამაში ჩართული ხო არ გქონდა, როცა edge კოლაიდერში ის მონიშნე. არა. ის ტრიგერი. გამორთე ხა თამაში და ის ტრიგერი ჩაურთე. აბა ხა შეამოწმე. ახლა ჩამოვარდა. ეგ არის. ხო. ავამუშავეთ. ჩვენიერ. აქ. კაი, ახლა რო ვარდება ეს.
ვარდება, მე გვეჯახება თვითონ თავისი აი circle collider-ი რაც აქვს რა, თუნდაც გაბრიელის შემთხვევაში polygon collider-ი აქვს იმაზე ვიზუალზე. მაგით ეხება მე მასკები შეგიძლია დავხოთ 2 წუთით? კი. ჩანს? დიახ. 2 წუთი? დიახ, მას. აღარ მინდა. კაი. ხო და ახლა გვინდა რომ თვითონ ის შევამოწოთ ამათი დაჯახება რა, თვითონ circle collider-ი რომ დაეჯახება ამის colliders. ხო და მაგას ხო ეს on collision entry უზრუნველყოფს, იმიტომ რომ ჩვეულებრივი collider-ები აქვს მაგათ. და შეგვიძლია რომ ეს if-ი მოვაკოპიროთ, როცა გვიწერია. აი აქ მეორე if-ად ჩავაფეისტოთ. უბრალოდ აქ ეს ხაზი აღარ გვინდა და პირდაპირ damage გავუკეთოთ რა. ასე ხო, კარგი. ხო. და პრინციპში ბურთიც გავაქროთ, მე მგონი ჯობია, ხო? კაი, ესენი ჩაუწეროთ მაშინ. destroy collision წერტილი game object. რო ის ბურთი გაქრეს თუ ბურთი ან არ გვინდა არ გაქრობა, ხო. აქ ხო პირდაპირ უნდა ის გააქროს თვითონ Jake-ი, ანუ თავარი პერსონაჟი. შეგვიძლია damage-ით გავაქროთ. ანუ damage და პირდაპირ აი health-ი რამდენიც აქვს, მაგდენი რო ჩაუწეროთ რა. თუ 3 ექნება health-ი იმ წამს 3-ს გამოაკლებს და 0 გაუხდება და მოკვდება, გაქრება. თუ 1 იქნება დარჩენილი, 1 დააკლდება. მოკლედ health-ი რამდენიც ექნება იმ წამს, დაცემის მომენტში თავში რომ მოხდება ის ბურთი, მაგროს გაქრება რა. ეგ გაქრობა გვიწერია ჩვენ ცალკე აი აქ damage ფუნქციაში. health ვაკლებს damage-ს. collider-ს სტატიკი და დინამიკი არ აქვს. როგორ? collider-ს შენ და სტატიკი და დინამიკი არ აქვს. collider-ს არ უნდა კონდეს, უნდა კონდეს rigid body-ს. rigid body. ხო. დიახ, მას. მოკლედ აქ damage health-ი ჩაუწერეთ და destroy ისედაც აქ გვიწერია. health რო ამოწმებთ რამდენი აქვს და თუ 0-ს გავუტოლდება, 0-ს ქვევით ჩამოვიდა. მას damage health-ისა ვიწერია. აი ეს მეორე if-ი ჩავამატეთ on collision enter-ში და ვამოწმებთ აქაც ბოლის tag-ი თუ აქვს იმ ობიექტს, რომელსაც დაეჯახა. ოღონდ ეს დაჯახება არის უკვე აი ეს თვითონ ბურთი მართლა რო ეჯახება, ეცემა თავზე. მას თამაში მეორე წები მე რორის გამო მას მე რო გავიგო კოდი მუშაობს თუ არა. კაი, ახლა გავტესტავ და მე გააზიარ. კარგით. ეგარ. მოხდა თავში გააქრო. ხება შემოწმეთ აბა. კაი, მიდი გააზიარე და ეტვირთება და შევამოწმოთ. ნახავ აბა. ნიკოლოს გააზიარ. დიახ, მას. ხედავ. ერთი წამით. კი, ხედავ. შედი სკრიპტში. public int health-ი გიწერია ფრჩხილის მაღლა. კლასში არ გიწერია. ზევით. რა მას? ზევით, აი ეგ. ეგ ფრჩხილი უნდა იყოს მაგ ჩანაწერის მაღლა. ან პირიქით ეგ ჩანაწერი უნდა იყოს მაგ ფრჩხილის დაბლა. და ხო ის ხო გჭირდებოდა ეხლა რატო წაშალდა ის თავი უნდა დაწერო? დიახ. ხო და მოგეკოპირებინა, ამოგეჭრა და ქვევით გადმოგეტანა, უფრო მარტივი არ იყო? არ ჩავწერე ჩვეულებრივად იზავს ხო მას? კი. და ასევე წერტი მძიმე გიწერია კიდე if-თან.
წინაზეც თქვით, რომ if წერტიმძიმე არ ჭირდება. დიახ. და იქ გამოტოვება კიდე ნაკლებიასა და ტოლობას შორის, ეგ ერთად იწერება, ნაკლები ან ტოლია. დიახ. აჰა. აბა ეხლა ნახე თუ გასწორდა. კი. აი ჩამოვარდა ეს. აჰა. ეხლა ისაც ჩაგიწერია, ბოლოს რაც დავწერეთ ალბათ. რომ დაეჯახება ის ჩამოვარდნილი. ეგრევე უნდა გააქროს ეს ნარუტო. დიახ. მაშინ ნარუტოს პერსონაჟი უნდა ჩავწერო. კი. ას ჩამოგდება როგორ ავაჩქაროთ. ის გრევით სქელი წაღან ერთი რო ჩაწერე, მანდ უფრო დიდი რიცხვი ჩაუწერე და მასალმა ჩავწერო აქ, ანუ ზევით ვიწერია damage-ის აი ეს if უნდა მოაკოპირო, on collision enter-ში რო if გიწერია მთლიანად ეგ მოაკოპირე. ეს. კი. მაგ if-ის ქვევით ჩაუფეისტე. ო, აი მანდ. მაგის ქვევით. აჰა. მას ეს ერთ და იგივე არ არის. უნდა შეცვალო მერე. ეხლა ეს. ანუ თეგის სახელი სხვა უნდა შეამოწმო, ეხლა უნდა შეამოწმო რასენგანი. რომ მოაკოპირე და paste-ი გავუკეთე, რა თქმა უნდა, ერთ და იგივეა. და damage-ში ერთიანის ნაცვლად თუ რამდენიც გიწერია, ჩაუწერე health-ი პირდაპირ. ხო, მანდ damage amount უნდა გეწეროს ესეთი. მანდ ეხლა სადაც წერ damage amount-ი უნდა გეწეროს. damage amount. damage amount, აი მანდ რო გიწერია ზევით. აჰა. ეგ არის. და ეხლა ქვევით damage 1 რო გიწერია. აი მანდ ერთის ნაცვლად ჩაწერე health-ი პირდაპირ. რო health-ი რამდენიც აქვს, მაგდენივე დააკლოს ყოველთვის რა როცა დაეჯახება. დააკვირდი ხოლმე რო გთავაზობს ის კოდს და enter-ით აირჩია ხო. აი ამასთან void damage აი ეს ან damage amount-თან აქ ხო გვაქვს ჩასმული. ხო, მერე? ანუ აქ რო გვაქვს ჩასმული, თუ ქვევით არ ჩავწერეთ, ისე არ იმოქმედებს. ხო, ქვევით უნდა მივუთითო რამდენი გინდა რომ ეგ damage amount-ი იყოს. გამოძახების დროს უნდა მივუთითო. დიახ. ნახავ აბა. შეამოწმა. გააქრო, შვენიერი. აი, unit-ის და ასეივე. დიახ. ყველა მამუშავეთ, ვინმესთან თუ არ მუშაობს, მითხარით. მე სამუშაოს. ოკეი. კარგი. ახლა ესეთი რაღაც გავაკეთოთ. ვიზუალურად ავსახოთ თამაში ეს health-ი რა. ანუ რაღაც რაოდენობა რო აქვს და რო აკლდება. მაგას ხო ისევ ტესტავთ ჯერჯერობით, რომ აი მარჯვნივ აქ ჩდება, აკლდება თუ არა და ნუ მერე ბოლოსი ქრება კიდეც. ხო და ვიზუალურადაც რო ჩანდეს, რომ აი 5 აქვს მაგალითად health-ი რა. ეგ რო გავაკეთოთ, მარცხნივ აქ ობიექტებს საიდანაც ვქნით ხოლმე, მაუს მარჯვენა ღილაკს დააჭირეთ. და აქედან უნდა შევქნათ კანვასი. UI-ში იქნება, UI ეწერება. UI რო ოდესით მას გავიგეთ ცოტა ხანი. მაუს მარჯვენა ღილაკი აქვს UI
ესე იშიფრება user interface-ი რა. ამით ეწყობა ისინი ღილაკებიც და ტექსტები და პანელები და ეგეთი რაღაცები. მენიუ რა. თამაშის მენიუც და ნუ ეხა ტექსტის მეშვეობით ავსახავთ ჩვენ იმას სიცოცხლეს პერსონაჟის. და მე იმ ღილაკებსაც დავამატებ. მე game over პანელიც გავაკეთოთ და ეგეთი. მას ეგ ის როგორ უნდა გამოვაჩინოთ? მარჯვენა ღილაკი, მაუს მარჯვენა ღილაკი აქ ცარიელ ადგილზე. ობიექტებს აიდანაც ვქნით ხოლმე. მე ქვევიჩებოდი. ხო. UI შემდეგ და გვინდა canvas-ი. canvas-ი აირჩიეთ. canvas-ი შეიქმნება და მოყვება თან event system-ი ქვია. ეს event system-ი სჭირდება იმისთვის, რომ აი ღილაკებზე დაჭერა აღიქვას რა. ეს event system-ი თუ წაგეშლება, ღილაკზე კლიქს ვეღარ გააკეთებ, ვეღარ დააჭერ. ნუ ღილაკებს მე შევეხებით და უფრო დეტალურად მაშინ განვიხილოთ და ახლა გვინდა გჭირდება canvas-ი. ეს canvas-ი არის ესეთი უშველებელი ზომის, აი zoom out რო გააკეთო. ჩანს, ძალიან დიდი არის რა. ხო და უნდა დავსვათ ჩვენი კამერის ზომაზე და პოზიციაზე. და ამ canvas-ში გვექნება აწყობილი UI-ის ნაწილი ყველაფერი რა, პანელები და ტექსტები და ღილაკები და თუ თქვათ რაღაცა ღილაკს ან ტექსტს დააყენებ კუთხეში, canvas-ის კუთხეში. კამერაშიც კუთხეში იქნება რა, იმიტომ რომ canvas-ი და კამერა ერთნაირ ზომაზე და პოზიციაზე იქნებიან. და ეხლა ეგ უნდა გავაკეთოთ, რომ მარტივად მე canvas-ში ვავაწყობთ, კამერაშიც იგივენაირად გამოჩნდება, როგორც canvas-ში ავაწყობთ მოკლედ. ეგ რო ვქნათ, canvas რომ მონიშნავთ, მარჯვნივ კომპონენტები აქვს და აქ პირველივე აქვს render mode-ი. აქ არის არჩეული screen space overlay აწერია. და ამას რო ჩამოშლით, გადაცვალეთ screen space კამერაზე. კამერა უნდა ჩავაგდოთ თქო, რომ წეღარ ვთქვი. აქედან ხდება ეს. და screen space კამერაზე რო გადართავთ, აქ ეწერება render კამერა და non კამერა იქნება. ანუ კამერა არ არის ჩაგდებული ჯერჯერობით. main კამერა რო წამოიღო მარცხნიდან იერარქიიდან, ესე drag and drop-ით ჩააგდეთ აქ. ან აქედანაც შეიძლება select-ი. აი პატარა თეთრი წრე რო არის რა, ამას რო დააჭერთ, main კამერის არჩევა შეგეძლება. აი ეგ სცენაში უნდა გადახვიდე და მე main კამერას აირჩევ. აი თუ შეამჩნევთ ახლა canvas რო ნიშნავ, ზუსტად main კამერის ზომაზე და პოზიციაზე არის. აი ეს ორივე რო მონიშნო, ზუსტად იდენტურ ზომაზე და პოზიციაზე დგანან. გააკეთეთ? ია. ოკეი. კიდე აქ მნიშვნელოვანი ის არის, აქ canvas-ში რო გავმართოთ, რომ ჩვენ ხო თამაშს რაღაც რეზოლუციაზე ვაწყობთ. აი პიქსელებს გულისხმობ რა, აი game-ში რო გადახვალთ აქ წესით full HD უნდა იყოს არჩეული. თუ full HD არ არის, აირჩიეთ. შეიძლება free aspect ეწეროს თქვენთან. ნახეთ აბა. აი სცენაში ხო ვართ და გვერდით ხო game-ის ის აქვს window. game-ში რო გადახვალ აი აქ ეწერება წესით full HD. ან შეიძლება free aspect და მაგას aspect-ი იყო ჩემთან. ხო, full HD-ზე გადართო ჯობია. full HD-ზე რო გადავიყვანე შემცირდა კამერისა. ხო, არა უშავს. კამერა რასაც ხედავს ეგ არის რა. free aspect-ი არანაირი ის არ არის, რეზოლუცია არ არის და არ უნდა აწყო ის იდეაში მაგაზე თამაში. ნუ გააჩნია როგორ თამაშს აკეთებ. შეიძლება რაღაც კონკრეტულ რეზოლუციაზე გინდოდეს რო აწყო. ეს full HD ახლა აქ რო არის მონიშნული, უბრალოდ რეფერენსად გვექნება რა, რომ full HD-ზე ავაწყობთ და მე canvas ისე გავაკეთებთ, რომ ძალიან დიდ ეკრანზე, აი full HD-ზე მაღალი რეზოლუცია რო არის, ეს 1920-1080-ზე არის პიქსელებში და აი თქვათ 4K-ზე, აი აქაც არის მოსანიშნი 3840-2160-ზე რო იყოს მაგალითად 4K
4K-ზე რო გახსნა მოგეთ 4K მონიტორზე შენი თამაში პროპორციულად რო შეიცვალოს რა ღილაკების და ტექსტების და პანელების ზომებიც მაგიტო უნდა გავასწოროთ ეს კანვასი რა რომ შენ Full HD-ზე კი აწყობ, მაგრამ 4K-ზეც შესაბამისად გაიხსნება რა, რეზოლუციას არ დაკარგავს და კარგად გაიხსნება მოკლედ პროპორციულად. და scale-საც იმ 4K მონიტორის ზომის შესაბამისად გააკეთებენ ეს ღილაკები და ტექსტები და პანელები და რაც იქნება ამ კანვასის ნაწილი. ხო და ეგ რო გავაკეთოთ, აი წაღან main კამერა სადაც ჩავაგდეთ, მაგის ქვევით აქვს კიდევ მეორე კომპონენტი, canvas scaler-ი ქვია. და მან არის არჩეული constant pixel size-ი, აი აქ UI scale mode-ში და ამას რო ჩამოშლი, გამოჩნდება scale with screen size. აი წაღარაც ვახსენე, scale-ი რო გააკეთო screen size-ის შეცვლის შესაბამისად ამ UI-ის ნაწილმა, canvas-ის ნაწილმა. მაგიტო ვაკეთებთ ამას, scale with screen size-ზე გადართეთ და აქ ჩაწერეთ 1920 აქ კიდე 1080. და სულ ამ კანვას მეტი არაფერი აღარ ჭირდება, შიგნით რაღაცა ღილაკს თუ დაამატებ, მაგალითად და აი კუთხეში დააყენებ და Full HD რეზოლუციაზე გახსნი და კუთხეში იქნება, ჩვეულებრივად კარგად გამოჩნდება, 4K-ზე რო გახსნა, ან უფრო პატარა ეკრანზე, ვთქვათ, მობილურზე რო გახსნა, მობილურზეც კუთხეში იქნება მობილურის ეკრანის ზომის შესაბამისად რა. ამ scale-ს გააკეთებს ის ღილაკიც პატარა ეკრანისთვის, ხო? კამერა ანუ რასაც ხედავს, ხო, კანვასიც ხო იმხელა არის და მე აი ნებისმიერ ობიექტს ვაწვევი, იმ ობიექტს კი არ ირჩევს, კანვასი ირჩევს. ხო, ამიტომ ეცადე ხოლმე რომ აი აქ მარცხნივ მონიშნო რომელიმე ობიექტი რომელიც გინდა. იმიტომ რომ კანვას რო ამატებ, ხო. ან ერთი ვარიანტი გაქვს კიდე რომ აი ნახე, კანვასის მარცხნივ აი ესეთი ხელი იჭდება რა, თითი არის გაშვერილი. ამას რო დააჭერ, კანვასზე კლიქს აღარ გააკეთებს და სხვა ობიექტებს მონიშნავ. კარგი. შეგვიძლია ეგრე გააკეთო. ოკეი, გააკეთეთ ხო ესეც მიუთითეთ ეს reference resolution-ი. ამაზე ავაწყობთ. მას კანვა როგორ დავამატო ის ვერ გავიგე მე. ეგრევე მითხარი ხოლმე, ანუ წეგან კანვასში ხო დავამატეთ და ეგრევე მითხარი ხოლმე თუ არ დაემატება. იმიტომ რომ მაგის მერე სამი რაღაც ავხსენი და შენ არც დაგიმატებია ეს კანვასი. აუს მარჯვენა ღილაკს დააჭირე აქ იერარქიაში ობიექტებს აიდანაც ვქნით ხოლმე. დიახ. UI და canvas. დიახ. ახლა მანდ აი პირველივე კომპონენტში, უბრალოდ მეორე კომპონენტია, პირველი rect transform-ი არის. აი render mode-ში აირჩია screen space კამერა. და კამერის ჩასაგდები ადგილი გამოჩნდება და ის main კამერა წამოვა და ჩააგდე. მას rect transform-ში არა და ანუ ვერ გავიგე მას. თუ კანვასი რო არ ქვევით. ხო, ხო, მან screen space კამერაზე გადართე. რო ჩამოშლი, გამოჩნდება screen space კამერა. დიახ, მას გადავრთ. და ქვევით ხო გაჩნდა კამერის ჩასაგდები ადგილი. non კამერა რო აწერი. დიახ. მან ჩააგდე main კამერა, იერარქიიდან წამოიღე აქედან. drag and drop-ით ჩააგდე. დიახ. და ახლა კიდე მაგის ქვევით რო კომპონენტი არის, canvas scaler-ი რო ქვია. მან პირველივეში აირჩია scale with screen size. დიახ. X-ზე 1920 ჩაწერე, Y-ზე 1080. დიახ მას. Всё. კაი, ახლა დავამატოთ ტექსტი. canvas-ზე მაუს მარჯვენა ღილაკს დააჭირეთ. UI legacy და text ეწერება.
ნახეთ აბა. აირჩიეთ ეგ და აქ ჩაემატება ტექსტი კანვასში. და ცენტრშიც დაინახავთ, რომ ეს ტექსტი დაემატა. რაც პატარა ზომის არის, ჯერჯერობით შეგვიძლია გავწელოთ, მაგრამ დაემატა ტექსტი? დიახ, მას. ოკეი, ზომა შეგიძლიათ ცოტა გაადიდოთ, ესე გაწელოთ. თვითონ ტექსტი არ გაიზრდება და მაგას გაჩვენებთ. რატომაც და როგორ უნდა გავზარდოთ, მაგას გაჩვენებთ. მაშინ თან ეგრე არ აწერს მას ტექსტის დასაწერად ადგილს. აბა ტექსტი რანაირად შეიქმნა? შეიქმნა ეს ტექსტი? მას UI-დან გადავედი მას ის რა ქვია, ხო, UI legacy და Legacy text. და ტექსტი. ხო შეიქმნა ეს ტექსტი. დიახ. და ცენტრში ხო არის? რომ მონიშნავ, მარცხნივ კი, მონიშნავ კი, იერარქიას. კი. ხო, იქნება რა თქმა უნდა. მოკიდე მე ხელი და ესე შეგიძლია გადაადგილო. დიახ. შეგიძლია გაადიდო კიდეც, აი კუთხეში რო კიდევთ ხოლმე ხელს და წელავთ. მაგრამ რო გაადიდებ თვითონ მარტო ფორმა გადიდდება და არა თვითონ ის ტექსტი, აი შიგნით new ტექსტი აწერია. ხო და ეგ ტექსტი რო გაზარდო თვითონ font size-ი უნდა გაზარდო რა, მარჯვნივ აქვს font size-ი, აი კომპონენტები აქვს თავისი და 14 უწერია font size-ზე. ჩვენ ჩავწეროთ 1.50 მაინც იყოს, რომ ნორმალურად გამოჩნდეს. აი გადიდდა ეხა new text უფრო დიდად აწერია. გადიდდა თქვენთანაც? ხო, ყურადღება რას მიაქციეთ, იცი? ეს თვითონ ფორმა. ანუ თან მას ტექსტს არ აჩვენებს. ხო, მაგას გეუბნებოდი ეხა. თუ ფორმა თვითონ აი ეს ჩარჩო, ტექსტის ჩარჩო პატარა გექნება და აქ font size დიდ ჩაწერე, არ ჩაეტევა ამაში და არ გამოჩნდება. მაგიტო ეხლა შენ font size დიდი გიწერია და ეს არ გაქვს საკმარისად გაწელილი. გადიდებული. გაადიდე და გამოჩნდება. თან აი ქვევით default UI materials მიჩვენებს. ხო, მეც მიჩვენებს. მერე? არა, ეგ როგორ უნდა გამოჩნდა და თეთრ კვადრატს მიჩვენებს. აი მან, აი ეგ როგორ უნდა, აი ამ ხაზს დააჭირე და ჩაიკეცება. ხო. გაადიდეთ new text-ი? font size-ი გადიდდა? დიახ. ას new text არ აჩვენა შენთან წარწერას. სხვა ტექსტი ჩავწერე, მაგრამ აი აჩვენა. მაგას გეუბნები, მაგას არ გაქვს საკმარისად გაწელილი. გაადიდე ეს ჩარჩო. მას ყველანაირად სადე ძალიან გავადიდე, მაგრამ არ ქნა მაინც. რამდენი გიწერია font size-ი? Font size-ი მიწერია 50. შენ რაღაც background-ი გიდევს აქ, ხო? თამაში. დიახ. მაგიტო არ ჩანს. კანვასი მონიშნე. და მარჯვნივ ეწერება, აი წეღარ main კამერას სადაც ჩავაგდეთ, მაგის ქვევით იქვე ordering layer. დიახ. ეგ გაზარდე. რავი, დიდი ჩაწერე, 10 მაინც ჩაწერე, რომ ყველაფერს გადაეფაროს. ჩავწერე მას ყველაზე დიდი 3 მიწერია და ამას 5 დავაწერე კანვას. გამოჩნდა ხო new text-ი? ხარა მას. რანაირად ანუ. მაშინ მართლა არ გაქვს ეს გადიდებული, სხვა შანსი არ არის, რომ ეს არ ჩანდეს. მიაქცია აბა ყურადღება, font size-ში ძალიან დიდი რიცხვი არ გიწერია, 700 თუ გიწერია, შეიძლება არ გამოჩნდეს. დიახ. მას ორი წუთი მოვა ახლა. მოვდივარ. ხო, მოკეთ, ამ ხელზე გადიდება არ არის საჭირო. აი, რაღაც ამ ზომაზე გქონდეს. ხო და თან აქ შეგიძლია აი font size-ი სადაც გაუზარდეთ. alignment-იც აქვს მაგალითად, აი თავისი ჩარჩოს რა ნაწილში დაიწეროს ეს ტექსტი რა. აი თქვა ცენტრებზე თუ გადავიყვანთ აქ, აი თავისი ჩარჩოს ცენტრში აღმოჩნდება. და გადავიყვანოთ. ესე გადაიყვანეთ. აქ შეგიძლია bold-ზე გადაიყვანო მერე და უფრო მუქად გამოჩნდება თვითონ ტექსტი. აი თქვათ ესე.
და ფონტის შეცვლა შეგიძლია, ამასაც გაჩვენებთ მე. შეგვიძლია რაღაც ფონტი გადმოვიწეროთ. აი, პროექტში შემოვიტანოთ და ის ფონტი ჩავაგდოთ აქ. ქართულადაც შეგიძლიათ მე. ჩაწერა. აქაც შეგიძლია ქართულად ჩაწერა. აი. ჯობია ჩანს. რამდენიმე წლის წინ კითხვის ნიშნები იწერებოდა ხოლმე. გაიჯერჯერებთ ეს new text-ი ეწეროს. კაი, მოდი ფერით შევცვალოთ. წვანი გავაკეთოთ თუ წითელი? ჰელს ვაკეთებთ იდეაში. იყოს წითელი. ოდეშით მას. კიდე არ ჩანს ეს new text-ი შენთან? მას ახლა საერთოდ წავშალე ეს ტექსტლეგას თავიდან ჩავაგდე და თვითონ ფორმას აღარ მიჩვენებს. მონიშნული არ გაქვს. ფორმას თუ არ გიჩვენებს, მონიშნული არ გაქვს. ან rect tool-ზე არ გაქვს გადართული ასევე. აუ, ძალიან შორს იყო ამ ცენტრიდან მას. ანუ თავიდან რომ შექმნი, სულ ცენტრში იქნება და შორს რანაირად აღმოჩნდა. მას კანვასი არ მქონდა იმასთან, ანუ screen size-თან მითებული. ესენი მიუთითე, ანუ წეღარაც გავაკეთეთ, ესენი გააკეთე რა. main კამერა ჩააგდე აქ ჩაწერე 1920-1080-ზე. რო დრო აღარ დავკარგოთ მე ამაზე. მგონი game-ში არ აქვს არჩეული full HD და მაგის გამო ვერ ხედავს. Game-ში არ გაქვს full HD არჩეული? არ კი იმას არჩეული. კაი, გააზიარება შევხედავ მაინც. კარგით. აი ისევ constant pixel size-ი გაქვს იქ არჩეული, ანუ კანვას მონიშნე. აი მან constant pixel size-ის ნაცვლად უნდა აირჩიო, ჩამოშალე ის constant pixel size-ი. სადმოს? ანუ mouse cursor სადაც ქონდა მან დეწერა. მაგის ოდნავ მაღლა. აი წეღანს აი მან. ხო, 1920-1080-ს ჩაწერე მეთქი, ხო გითხარი მან სამჯერ. მასთან ჩავწერე, მაგრამ რო გამოვიდი მას ისევ დახრა. ჩართული გქონდა თამაში სავარაუდოდ და მაგიტო. ყურადღება მიაქცე ხოლმე, ჩართული არ გქონდეს თამაში. დიახ. ორდენი ლეიერიც არ შეგიცვლია. დიდი რიცხვი ჩავწერეო, რო თქვი. 0 გიწერია ისევ. ლეიერთან? ხო. მას წეგან ჩავწერე 5, მაგრამ. იმიტომ რომ თამაში იყო ჩართული. არ იმახსოვრებს, ხო იცი თამაში ჩართული რო გაქვს, აი ტექსტს მიჩვენებს. ხო. So იმ rect tool-ზე გადართე, ეგ არა. არა, ეგრე არ გაწელო. Control-Z-ს დააჭირე. Control-Z-ს დააჭირე, Control-Z-ს. მას Control-Z-ი, ანუ იგივე ეს ხო? ნუწელავ, მაგას ნუწელავ. ერთებზე დააბრუნე მაგის scale-ი, აი მარჯვნივ ჩაუწერე scale-ზე ისევ ერთები ზევით. 4 და რაღაც რო უწერია. აი მაგის დაბლა. დაბლა კიდე? აი მან ერთები დაუბრუნე და scale-ი არ გაუკეთო ხოლმე არაზროს UI-ის ნაწილს. თორე ხარისხი ეკარგება. UI-ის ნაწილს აქვს სიმაღლე და სიგანე რა და ეგენი უნდა შეცვალო ხოლმე. თვითონ ეგ scale-ი არ შეუცვალო. Scale-ზე არა, აი მაგის ქვედა თული რო არის, მაგას დააჭირე. Scale-ის თული ხო აირჩიე წეღან. თულებში. მარცხნივ. თულებში.
სცენაში მარცხნივ ზედა კუთხეში თულები რო არის. დიახ. მანდა არა, სცენაში. წეგან scale tool-ზე რანაირად გადართი, აბა შენით არ გააკეთე ეგ, ხო, აი ეგ. აი მაგის დაბლა რო scale tool-ზე. ხო და მაგის დაბლა tool-ზე გადართე თქო, scale tool-ზე არა, მაგის დაბლა tool-ზე. ეგ არის. დიახ. ეგ არის rect tool-ი. მოკიდე ახლა კუთხეში და გაწელე. So ეგ არის. მაგ ხელაზე არ არის აუცილებელი. არა, ეგრე არ გაწელო, არა. ეგრე არ გაწელო. დააპატარავ. ანუ კუთხეში უნდა მივამაგროთ ეგ რა. დიახ. ხო. ეგეც ძალიან დიდი არის. ანუ font size-ი ჩაუწერე ახლა მარჯვნივ 14-ის ნაცვლად, სადღაც 50 დაახლოებით და მიხვდები რამ ხელაც უნდა იყოს. 50 ჩაუწერე. მაგის დაბლა რო alignment წერია, აი ცენტრებზე გადაიყვანე მანდ. აი არა, მაგის დაბლა კიდე ცოტა დაბლა რა. იმ წარწერები წაიკითხე და alignment წერია. დიახ. ხო, აი მანდ გადაიყვანე ცენტრებზე. ეგრე ჰორიზონტალურად გადავიდა ცენტრზე, ახლა ვერტიკალურადაც გადაიყვანე მაგის მარჯვნივ, წეგან საიდანაც გადაიყვანე მაგის მარჯვნივ აქვს. არა. ეგ არის ჰორიზონტალური ნაწილი. ხო უყურებ მან ხაზებს, ანუ ერთი არის მარცხნივ რო იყოს, მეორე არის მარჯვნივ რო იყოს და მესამე არის ცენტრში რო იყოს. კი, ეგ არის ვერტიკალური ცენტრი, კი. So. აი ხო მივხვდი ხა რამ ხელაც უნდა იყოს. შეგიძლია ცოტა კიდე დააპატარავო თვითონ ის ჩარჩო რა. აი მაგ ხელა ტექსტის რამ ხელა ჩარჩოში ეტევა. ეგ არის, so. კაი, შეგიძლია გაზიარება. ხო, ეხლა აი ნიკოლოზმა როგორც მიიტანა მაგალითად ხელით. ესე ჩვენ შეგვიძლია ხელით მიტანა. მაგრამ ასევე შეგვიძლია რომ მონიშნავ ამ თვითონ ტექსტს მარჯვნივ აქვს აი middle center უაწერია რა, წითელი პლუსი როა. მაგას რო დააჭერ. აქ შეგვიძლია აირჩიო აი რომელ კუთხეს მიეწებოს რა. ან რავი, ცენტრზე შეიძლება რომ გინდოდეს რომ ცენტრზე დასვა ხოლმე. ან ცენტრზე ოღონდ მაღლა მაგალითად, ან ცენტრზე ოღონდ დაბლა. ხო და აი აქ ირჩევ მაგას. მანამდე ჯერ alt იმას უნდა დააჭირო alt-ს. ერთი წამით. მოიხავა. მოკეთ აქ alt-ს ვაჭერთ და რომელ კუთხეზეც გვინდა რომ მივამაგროთ, მაგას ვირჩევთ რა. თქვათ მარცხენაზე და კუთხეს აი აქ კლიქს რო გააკეთებ, თავისით წაიყვანს აქ და მიაწებებს. და ეს რაღაც პატარა სამკუთხედებით ჩდება აქ, რაც ნიშნავს რომ აი მიბმული არის ამაზე. და აი თავიდან რო ახსენე რომ თქვათ სხვადასხვა რეზოლუციის ეკრანზე რო გახსნი თამაშს. თქვათ დიდ ეკრანზე თუ გახსნი ან პატარა ეკრანზე მობილურზე. ყოველთვის კუთხეში რო იყოს რა, მიბმული და მიწებებული, მაგიტო ვაკეთებთ ამას რა. აი თქვათ ცენტრში და მაღლა თუ გინდა, ამას აირჩევ და ესე აქ მიაწებებს. მარჯვენაზე და კუთხე თუ გინდა, ამას დააჭერ, მიაწებებს და ეს. თუ იმენა ცენტრში გინდა, ამას აირჩევ. მივხვდით ხო როგორც გადაყავს თავისით. და რო გადაიყვანს, თქვათ მარცხენაზე და კუთხეში რომ მიაწებებ, მერე შეგვიძლია გაამოძრაო. თქვათ თუ გინდა რომ უფრო მარჯვნივ იყოს, გამოწევ და უფრო ქვევით ჩამოწევ მაგალითად და ესე დააყენებ რა. თავარია ის აი რაღაც პატარა სამკუთხედები მიწებებული იყოს იქ. რომ აი სხვადასხვა რეზოლუციაზე მერე პრობლემა არ შეიქმნას რა.
რომ მობილურს ეკრანზეც კარგად გაიხსნას, არ ჩამოიჭრას რამე ან რაღაცა და დიდ ეკრანზეც კარგად გაიხსნას UI-ის ნაწილი. მიამაგრეთ? აი game-შიც ჩანს. new text-ი აწერი. მიამაგრეთ ყველა, შევიდეთ script-ში ხა? script-იდან უნდა შევცვალოთ ხა ეს. ანუ script-ში უნდა უთხრათ, რომ აქ health-ი ჩაიწეროს. და ასეივეთ, თავიდან new text ეწეროს, არ არის პრობლემა. შევიდეთ ხა script-ში. script-ში ზევით რახან დაკავშირება გვინდა მაგ ტექსტთან. ტექსტს ესე პირდაპირ ვერ უკავშირდები რა. ზევით უნდა ჩაწერო ჯერ namespace. აი თავიდან ხო განვიხილეთ აქ ზევით using Unity engine რო წერია. ეს არის namespace, რაღაც კოდების ერთობლიობა რა. ამ სახელწოდებაში არის გაერთიანებული ბევრი ფუნქცია, ცვლადი და ასე შემდეგ რა, კოდები, ჩაშენებული კოდები. და მე ჩვენ აქ script-ში რო ვიყენებთ მაგალითად აი ამ void starts ან void updates მაგიტო ანთია ეს რა Unity engine-ში არსებობს ეგ კოდები ან რაღაცას რო გთავაზობს მე და ვირჩევთ ეგენი ყველაფერი არის Unity engine-ში და მაგიტო ვიყენებთ ხოლმე ხო და ეხლა თუ გვინდა ჩვენ ტექსტის გამოყენება ანუ script-დან ტექსტი უნდა შევცვალოთ რა აი ამ text objects უნდა დაუკავშირდეთ რა მაგის გამო უნდა ჩავწეროთ ზევით using Unity engine წერტილი UI ჩაწერეთ ეგ თავიდან ჩამქრალი იქნება იმიტომ რომ ჯერ არ ვიყენებთ არაფერს აი ამ namespace-ში რაც არსებობს რამე კოდი რაღაც შეშენებული კოდები რაც არის ჯერ არაფერი არ გამოგვიყენებია, მაგრამ როგორც გამოვიყენებთ აქ, ეგრევე აენთება ესეც. და გამოვიყენოთ ხა. აი აქ ჩავწეროთ, აი public float health-ი რო გვიწერია, მაგის დაბლა public text health text. ესე ერქოს. აი აინთო ესეც. ჩაიწერა? დიახ, მას. ოკეი. კაი. ეხლა როგორ შევცვალოთ ეს health text? ჯერ მოდი start-ში შევცვალოთ. აი void start-ში ჩავწეროთ ესეთი რაღაცა. health text წერტილი text health text-ი არის თვითონ ეს ობიექტი და წერტილი ანუ უბრალოდ აი ეს კომპონენტი რა ისეთი ობიექტი რომელსაც ეს კომპონენტი აქვს აი ეს text კომპონენტი და წერტილი text რო წერ უკვე აი ამას გულისხმობ აი შიგნით რო text უწერია აი შიგნით რაც უნდა ჩაიწეროს new text-ის მაგივრად იქ უნდა ჩავწეროთ ახლა უდრის და პირდაპირ შეგვიძლია თქვათ აქ ხო ტექსტში ხო სიტყვები ან წინადადებები იწერება ტექსტი ხო ეგ არის და სიტყვები და წინადადებებში ჩვენ ვიცით რომ string-ი უნდა ჩაუწეროთ ხო string-ი ხო ბჭყალებით იწერება და აი თქვათ health ესე ჩავწეროთ ყველაფერს დავაჭერე h-ის მაგივრად და ბოლოში წერტიმძიმე start-ში ვეუბნებით, რომ health text-ის ტექსტში უნდა ჩაიწეროს health, სიტყვა health. აი ზუსტად ესე იდენტურად როგორც აქ ვწერთ. ეს დავასეივოთ, რომ ჩავართავთ თამაში. წესით new text-ის მაგივრად ეგრევე health უნდა დაიწეროს, როგორც კი თამაში ჩავართავთ. თავიდან ხო new text-ი წერია. ეხლა თამაში გავუშვებთ და ვნახოთ, ება health ჩაიწერება თუ არა. არ ჩაიწერა. და error-ი ამოვაგდ. აბა რა error-ია? ო, აქ მიგვიყვანა. ზევით რო შევქმნით public text health text-ი არ ჩაგვიგდია შიგნით, ანუ არ
გვითქვამს, რომ აი ზუსტად ამ ტექსტს გულისხმობდით, რაც უნდა შეეცვალა რა. შესაბამისად JX რომ ავნიშნავთ, მარჯვნივ JX სკრიპტზე, აი აქ health text ეწერება non-text-ი. შეგნით. წამოიღეთ ეს ტექსტი და ჩააგდეთ თვითონ ობიექტი რა. შეგვიძლია ამას სახელი გადავარქვათ და health text-ი დავარქვათ. რომ მე სხვა ტექსტებიც გვექნება და რომ ვიცოდეთ რომ ას რა უნდა წამოიღოთ? აი თვითონ ტექსტი კანვასში რო ტექსტი არის. ტექსტ ობიექტი რა. ეგეც თამაშის ობიექტი არის. ანუ აქ იერარქიაში რასაც ხედავთ, ყველა თამაშის ობიექტია. კანვასიც და თვითონ ის ტექსტიც. და მაგ ტექსტს გადავარქვი სახელი, დავარქვი health text. და ეგ health text-ი ჩააგდე აქ. JX script-ში რო ცვლადი არის health text-ი რო დავარქვით ასევე, მაგაში ჩავაგდეთ health text-ი რა. შესაბამის სახელი დავარქვით და შესაბამისი ობიექტი ჩავაგდეთ. აი ეს რო გვიწერია აქ, ეგ ხო unit-ში გამოჩნდა. ეს არის text ტიპის ცვლადი. ავაგდებით. ეს ინახავს ისეთ ობიექტებს, რომელსაც text კომპონენტი გააჩნიათ. ანუ აქამდე ხო სხვანაირი ტიპის ცვლადებს განვიხილავდით ჩვენ, აი რიცხვებს რო ინახავდა თქვათ, ან სიტყვებს, წინადადებებს. ეს ინახავს text ობიექტებს რა, ისეთ ობიექტებს, რომელსაც text-ის კომპონენტი აქვთ. აი ეს კომპონენტი. აი სხვა ობიექტს მაგალითად ვერ ჩააგდებ, ნახე. აი აქ რომ მინდოდეს რომ წავიღო ეს ბურთი მაგალითად. აი არ ვარდება. ან პლატფორმა მაგალითად. არ ვარდება. მას და string-ში ხო character names-ებს და string-ი რა არის? String-ი ცალკე ცვლადი არის, სადაც სიტყვა შეგიძლია შეინახო. და ტექსტის ტიპის ცვლადში ობიექტს ინახავ, რომელსაც ტექსტის კომპონენტი გააჩნია. აი ამ კომპონენტს ინახავ იდეაში რა, ნახე. და თვითონ string-ი სადაც უნდა ჩაიწეროს, უკვე აი რაღაც ქვე კომპონენტი აქვს იმ ტექსტს. ეს მთლიანად კომპონენტი არის. და ეს ქვე კომპონენტია ეს, სადაც new text-ი წერია. ოკეი, აბა ჩავართოთ ახლა. აი, health-ი დაიწერა ჩემთან. ანუ აქ void start-ში ეს რო ჩაუწერეთ, health text-ში უკვე იცოდა აქ რაც უნდა გაეთვალისწინებია. აი ეგ ეს ხო ჩაუგდეთ ეს health text-ი. შესაბამისად, აი ამ health text-ს მიაკითხა და აქ new text-ის მაგივრად ჩაწერა ჩვენ მიერ მიწოდებული სიტყვა. health. ნახეთ აბა თქვენთანაც თუ მუშაობს. რაკნა იმუშავა? ორ წამწერმას. იახლოს. არა, ჯერჯერობით ახლა სიცოცხლე რამდენი აქვს და მე რო დააკლდება, ეგ არ ჩანს. და ჯერ არა გვისახია ეგ. მაგრამ ავსახავთ ახლა ეგ მაგასაც. ჯერ ეს გატესტეთ რომ მუშაობს. იახლოს. ოკეი, ახლა მოდი ის ვქნათ. გვერდიდან მივუწეროთ თვითონ რიცხვიც რა, ციფრი. ეს health-ი რამდენიც არის. ჩემთან 5 არის. და აი გვერდიდან, აი ჭყალი სადაც ვთავრდება აქ, გამოტოვება პლუსი. გვერდიდან რომ მიეწეროს health-ი. health-ი რამდენიც იქნება, მაგდენი დაეწერება. ჯერ ეს სიტყვიერად დაიწერება და მე გვერდით რამდენიც არის
ეს health-ში შენახული value რამდენიც აქვს, რა 5-ია, 3-ია თუ 1 არის. ეგ მიეწერება გვერდიდან. ანუ გავტესტოთ. ეგ არის health 5. მოდი აქ ორ წერტილსაც დავუსვამ. და გამოტოვებაც ჩაუწეროთ აქ, რომ space დააჭირეთ რა ამის მერე, ორ წერტილის მერე, რომ ისქნას მიტყუპებული არ იყოს რა მიბჯენილი ის ციფრი იმაზე, სიტყვაზე. health და 5 აწერი. ორ წერტილი და 5. მაგრამ ეხლა არ დააკლდება. 4 არ გახდება მაგათით. აი, ეხლა 4 უნდა გავხდარიყო, მაგრამ არ გახდება, იმიტომ რომ ჯერ კოდი არ გვიწერია. ნახეთ ალბათ თქვენთანაც თუ აისახა ის თავიდან რამდენიც გაქვს სიცოცხლე. ასე errors მიწერს მე სად? Naruto script-ში. რა ადგილას? ხო უნდა გააწითლოს მას. ხო. არ არის გაწითლებული არსად? კი, void start-ში არის, ან ჩვენ ეს დავწერთ ახლა health plus health რო დავამატეთ. მაგის მერე ეგ არის. plus და მაგის მერეთაც რაც მოყვა ყველაფერი გაწითლებულია. ანუ რაღაც არასწორ ადგილზე გიწერია. გააზიარე აბა და მივხვდები ეგრევე. void start-ში რო ჩავწერეთ, ნამდვილად void start-ის ფრჩხილებში ჩაწერე? ვერ გავიგე მას. void start-ში რო ჩავწერეთ, ნამდვილად void start-ის ქვედა ფრჩხილებში ჩაწერე? void start-ის არ ფრჩხილებში. ჩაგიწერია ფრჩხილებში. ყურადღება მიაქცია, ანუ იგივე შეცდომა ქონდა წეღანაც, ხო მივხვდი, კლასის ფრჩხილის გარეთ ზევით გეწერა და ეხლა კიდე ფუნქციის ფრჩხილის ზევით გეწერა. აბა ეხლა შეამოწმა. ეხლა ის თვითონ ის არ გაქვს ჩაგდებული. მონიშნე ისა Naruto. სცენაში მონიშნე Naruto. ვერ მონიშნა მათ გეიმში ხარ. დიახ. მარჯვნივ ჩამოსხვალე სკრიპტზე. და აი აქ non-text რო აწერია ქვევით ხედავ? აი მანდ უნდა ჩააგდო, ან აირჩიო ის ტექსტი. აი კანვაში რო ტექსტი არის ეგ. ჩავაგდო? კი. და მაგ ტექსტს health ტექსტი დაარქვი, რომ მარტივად მიხვდე ხოლმე რისი ტექსტი არის. მანდ rename გავუკეთე და health ტექსტი დაარქვი. ეგ არის. ეხლა იმუშავებს წესით. health 15 დაეწერა. ჩვენიერი. მაგრამ ჯერჯერობით არ აკლდება. კაი, ეხლა გავაზიარებ ისევ მე. და ეს მოვაკოპირეთ. აი void start-ში რაც ჩავწერეთ, ეგ მოვაკოპირეთ ეგ ხაზი. health text-ის ცვლილება. და წავიდეთ აი damage სადაც გვიწერია. health minus damage amount-ი რო გვიწერია. მაგის ქვეშ ჩააფეისტეთ. ანუ დაკლების მერე ისევ ავსახავთ იმაში health-ში რაოდენობას რა, იმ ტექსტში ჩაიწერება სიტყვა health-ი და გვერდით მიეწერება health-ი რამდენიც იქნება იმ წამს მაგდენი. და თუ აქ თუ დააკლდა და 4 გახდა, რა თქმა უნდა აქ 4 მიეწერება. თუ დააკლდა და 3 გახდა, აქ 3 დაეწერება. თუ 0 გახდა, 0 დაეწერება და ეგრე. მოკლედ health-ის ცვლილების მერე ავსახავთ ტექსტში health რა, health-ის რაოდენობას. ეს რო დავასეიროთ და ჩავართოთ თამაში, წესით ამუშავდება. აი, 3 გახდა, 1 გახდა,
ორს ვაკლებ ხა მე ამაზე? ბიმოსთან შეხების დროს ორს ვაკლებ და მაგიტო დააკლდა 2-2. გაი, აბა ბურთსაც გავტესტოთ, ბურთი ჩამოვარდება, ეგ არის. 0 გახდა და გაქრა. მასკრიპტი ვანახეთ იქ რა. სკრიპტში, აი აქ damage ფუნქციაში health minus damage amount რო გვეწერა, მაგის ქვეშ ჩავაფეისტეთ ის წეღან სტარტში რაც ჩავწერეთ. სტარტშიც ეწეროს, იმიტომ რომ თავიდანვე აისახოს ხოლმე თამაში დასაწყისში რამდენი აქვს health-ი. და აქაც ყოველი health-ის ცვლილების მერე ავსახავთ ისე თავიდან ტექსტში health. აუ რაღაცნაირად მას ეს ისინი კოდები ნენელა მავიწყდება მას რასაც ერთხელ. არა უშავს ბევრჯერ გამოვიყენებთ და დაგამახსოვრდება ნენელა. არ არის აუცილებელი რომ ეგრევე დაგამახსოვდეს. თავარია გაუგებარი არ დარჩეს რამე და გაურკვეველი. დიახ. გავაკეთე მასთან მუშაობს. შვენიერი. თან რას მუშაობს? ოკეი. ვინმესთან თუ რამე არ მუშაობს, მითხარით ეგრევე. კაი. ახლა მოდი პანელი გავაკეთოთ, game over პანელი. და გამოვაჩინოთ კი ან რო გავაკროთ ამ ჩვენ პერსონაჟს. ან საერთოდ არც გავაკროთ და გავაკროთ რა, შეგვიძლია რომ გავაკროთ, უბრალოდ destroy არ გავუკეთოთ, რომ სკრიპტიც არ განადგურდეს რა. ჩვენ პერსონაჟს destroy-ს უკეთებთ, სკრიპტიც ნადგურდება. ხო და მოკედ ესეთ რაღაც გაკეთება შეგვიძლია, რომ რაღაც პანელი შევქმნათ, სადაც game over დაეწერება. ან პრინციპში რომც განადგურდეს ეს პერსონაჟი, მაინც game over შეგვიძლია რომ ცალკე გქონდეს და ეგრე გავაკეთოთ. მოკეთ ახლა შევქმნათ პანელი. კანვასზე მაუს მარჯვენა ღილაკს დააჭირეთ. მერე UI და იპოვეთ პანელი, ცოტა ზევით ეწერება, ზევიდან მე-4 არის. აირჩიეთ. გავაკეთე მას. და დავარქვათ ამას game over. მასის პანელი სად იყო? UI-ზე ისევ, მარჯვენა ღილაკი კანვასზე, UI და პანელ. Game over-ი დავარქვით ამას და ეს არის ნახევრად გამჭვირვალე ობიექტი და მთლიან კანვასზე არის გადაწელილი რა, მთლიან ეკრანს ფარავს. მაგრამ ეხლა უკან არის უფრო ვიდრე პერსონაჟები და ყველაფერი რო დაფაროს, აი კანვასი მონიშნეთ და ორდენი ლეიერი გავუზარდეთ. წეგან ნიკოლოზმა რაც ქნა. აი თქვა 10 ჩავწერ და აი ყველაფერს გადაეფარება. აი გეიმშიც ყველაფერს ეფარება. და მოდი ფერით შევუცვალოთ, რომ თეთრი არ იყოს. კოლორში რო შეხვალთ. მას აქ ლეიერებს არ მიგვენებს პანელისას. პანელის ლეიერი ცალკე არ არის. კანვასის ლეიერი არის. კანვას, მაგრამ შენ გაკეთებული გაქვს უკვე ეს ორდენი ლეიერი, ხო გაზრდილი გაქვს კანვასი? საკმარისი არის. აი ცოტა რაღაც ისეთ ბუნდოვან იმას გავაკეთებ, რომ ეს გადაეკრას იმას. გადაედოს სხვა რაღაცებს. აი თუ არ გინდათ რომ გამჭვირვალე იყოს და გინდათ რომ საერთოდ ყველაფერი დაფაროს, აი აქ ალფას აიყვან 255-ზე და საერთოდ ყველაფერს გადაეფარება. მაგრამ რა ვიყოს ეს?
ოკეი. ახლა ამ game over-ში შიგნით შევქმნათ კიდე ერთი ტექსტი. რო game over დავაწეროთ მე ტექსტობრივად რა. მაუს მარჯვენა ღილაკი თვითონ game over ობიექტზე ამ პანელზე UI ისევ legacy და text. გავზარდოთ ეს, ამის გაწევა უფრო დიდზე მოგვიწევს, სადღაც ამ ხელაზე. თითქმის მთელ ეკრანზე რო იყოს. და მარჯვნივ new text-ის მაგირად ჩავწეროთ game over. მოვაქციოთ ცენტრში, როგორც იმაზე და წესით 1400 რო იყოს, 400 ბევრია 300. აიცა. მაინც არ ეტევა. 250, ეგ არის. 250 ოკეია. და ფერიც შევცვალოთ, მოდი წითელი იყოს ესეც. გაკეთეთ game over-ი? დიახ, მას. ოკეი. აი. ახლა ჩავაქროთ ეს game over, იმიტომ რომ თავიდანვე ხო არ უნდა ჩანდეს. მონიშნეთ game over-ი თვითონ და შვილად ხო ყავს ტექსტი და ეს ტექსტიც ჩაქვრება რა. game over-ი მონიშნეთ და მარჯვნივ ზევით აი სახელსაც უწერია. checkbox-ი რო აქვს, ეგ გათიშეთ. დააჭირეთ და ჩაქვრება. აი აქაც ჩანს რომ ჩამქრალი არის და თამაშიც აღარ გამოჩნდება. თავიდან იქნება ჩამქრალი. დაასეივეთ ეგრე. ესე უნდა დაიწყოს თამაში და ეხლა კოდში უნდა ჩაუწეროთ რომ როცა ეს პერსონაჟი მოკვდება, ანუ ჰელსი რო გაუტოლდება ნულს. მას როგორ გამოვუხოთ ეგ ის არ ანუ აღარ იმუშაოს. checkbox-ი აი აქ. დიახ. და დაასეივე. ახლა გადავიდეთ სკრიპტში. და სკრიპტში ზევით შევქმნათ მოკეთ set-active ქვია იმ ფუნქციას, რომელიც უზრუნველყოფს აი აქტიური გახადოს თუ არა ობიექტი რა, თამაშის ობიექტი. და game objects გააჩნია ეგ ფუნქცია რა, set-active-ის. set-active true ესეთია, set-active false ესეთია, ჩამქრალი. set-active true რო ჩანს და აქტიური არის სცენაში. set-active false არის ჩამქრალი. ხო და მაგიტომაც აქ გვინდა game object-ის ტიპის ცვლადი რა, რომ აი ეს game object-ი შევინახოთ მაგაში, თვითონ game over რასაც დავარქვით. და მე set-active true-ს რო ჩაუწერთ, ესე აინთება რა. set-active false თუ ჩაუწერთ, მე ისევ ჩაქვრება. ხო და აქ შევქმნათ ახლა public game object. აქ უკვე დიდი გ-ი წერთ. თუ ცვლადის შექმნა გვინდა, დიდი გ-ი უნდა დაწერო რა. public game object და დავარქვათ ამას game over. ეს უკვე game object-ის ტიპის ცვლადი იქნება და აი ნებისმიერი game object-ი შეგიძლია შეინახო. აი ესენი ხო ყველანი game object-ები არიან. და აი ესეთი ტიპის ცვლადში ნებისმიერი აი ეს ობიექტი შეგეძლება რომ შეინახო და მასე გავაკეთებთ ახლა მაგის გამოჩენას, ხო, ეხლა ხო ჩამქრალი გვაქვს თავიდან. და ამ game objects გამოვაჩენთ რა, რომელსაც game over ქვია. ეხლა მივიდეთ აი ეგ damage ფუნქციაში ხო გვაქვს ჩვენის სიკვდილი რა, destroy game object გვიწერია აქ. და აი სანამ განადგურდება, მანამდე ჩაუწეროთ რომ game over წერტილი set რო ჩაწერთ set-active შემოგთავაზებთ, წაღარაც ვახსენე. set-active-იც ჩაშენებული ფუნქციაა და ფრჩხილებში უნდა ჩაუწერო bool value რა. true იყოს თუ false იყოს. ჩვენ გვინდა true, იმიტომ რომ გამოჩენა გვინდა, უნდა გამოაჩინოს ეს game over game object-ი. ანუ game over წერტილი set-active true რო გვიწერია, ნიშნავს რომ აი ამ ცვლადში რა ობიექტიც გვექნება ჩაგდებული, მაგ ობიექტს გამოაჩენს აქ. სიკვდილის დროს ჰელსი რო ნაკლებიანტოლი იქნება 0-ზე. დიახ. ეხლა რომ დავასეივებთ და unit-ში გადავალთ, jx რომ ვნიშნავთ,
მარჯვნივ გაჩნდება ისევ ის ხო public-ში ჩავწერეთ ჩვენ აქ public დავუწერეთ ამ game objects. და აქ non game object ეწერება. ანუ ჯერჯერობით არაფერი game object-ი არ არის ჩაგდებული. და რა თქმა უნდა უნდა ჩავაგდოთ ჩვენ ახლა ეს ჩამქრალი game over-ი. ეს თუ არ გავაკეთეთ და თუ არ ჩავაგდეთ, მაშინ კომპიუტერი ამას რო ცდის, აქ თუ სიცარიელე დახვდება გააერორებს რა. წეღა როგორც გააერორა, ჩემთანაც გავტესტე და ის ტექსტი რო არ ქონა ჩაგდებული, რო ცადა რო ტექსტი შეეცვალა, ვერ შეცვალა, იმიტომ რომ არ ქონა ჩვენ მითითებული. შესაბამისად, აქაც გვინდა რომ ჩავაგდოთ ახლა ეს ჩამქრალი game over-ი წამოვიღოთ და ჩავაგდოთ. და ჩამქრალი game over-ი რო აინთება და გამოჩნდება თამაში, effective true რო გახდება, იმ შვილსაც გააჩენს რა აქ. ტექსტი რო აქვს, რო ყავს ეს შვილად, ეგეც გამოჩნდება, იმიტომ რომ ეს მშობელზე არის დამოკიდებული. მშობელი რო არ ჩამქრალი, შვილიც ჩამქრალია, მშობელი რო აინთება, ეს შვილიც გამოჩნდება ეგრევე. ოკეი, ჩავერთოთ ახლა თამაში და მას ასე რაღაცა რო გავაკეთო, ანუ if-ის ტეგი რო დავწეროთ მას შეკითხვით, რომ ანუ თუ ანუ არის მკვდარი მას მაგალითად, ანუ თავი პერსონაჟი გეიკი მას თქვენ მაგ შემთხვევაში რომ გამოაჩინოს ეს game over. კი, ეგეც შეიძლება. ეგარ, ჩემთან გამოჩნდა, როგორც კი მოკვდა. ას game over-ი უნდა ჩავსვათ თუ მარტო ტექსტი? game over-ი. პანელი უნდა გამოჩნდეს და იმ ტექსტსაც გააჩენს. იმიტომ რომ ტექსტი შვილად ყავს. მარტო ტექსტი რო ჩაწერო, მაგ ტექსტის მშობელი game over-ი ჩამქრალი გაქვს და მარტო ტექსტში შეიძლება კოდში გეწეროს, რომ effective true და გამოჩნდეს, მაგრამ არ გამოჩნდება, იმიტომ რომ მაგის მშობელი იქნება ჩამქრალი. მშობელი თუ ჩამქრალია, შვილიც ჩამქრალი არის რა. და რაც არ უნდა შენ სკრიპტში. sound effect-ების დადებას ხო შეგვიძლია? კი, მე დავადებთ მაგას. აი მაგალითად რომ მოკვდება, კი. რომ ხმა იყოს ასე. კი, ვისწავლით მაგას. გატესტეთ აბა ეს თუ მუშაობს. და ნიკოლს შენ რაც თქვი, ის რო შევამოწმოთო, ცოცხალი არის თუ არაო და მე ჩაუწეროთო game over-ის გამოჩენაო. იდეაში ჩვენ ეგ გვაქვს ამით შემოწმებული, ნახე, ჰელსი ნაკლებიან ტოლინულზე და მაგითო გვაწყობდა აქ ჩაწერა. თორე შენ რასაც იძახი, აი იზელაი ხო game over set active true მაგას ვერ მიხდი. ამას ვერ მიხდი? დიახ. ანუ set active-ი უზრუნველყოფს იმას, რომ ან გამოაჩინოს ესე. აი ხელით რასაც ვაკეთებ ახლა. set active true არის ეს, რომ გამოჩენილია. აქტიური არის სცენაში და ჩანს. და set active false არის ეს. ახლა რაც გავაკეთე, რომ ჩავაქვე. მიხდი? ყველა ობიექტი set active true არის ეს, set active false არის ეს. აი JX-ს მაგალითად. set active true არის ეს, რომ ჩანს. ანუ ნოლს ჩამოწდებაო health-ი მაგ დროს, ანუ true, ანუ ჩაერთოს set active. კი. ჩვენ ხო გვინდოდა, რომ game over-ი მასში გამოჩენილიყო, როცა ნოლს ჩამოცილდებოდა health-ი. ანუ როცა მოკვდებოდა რა, პერსონაჟი. და მაგითო ჩაუწერეთ აქ. game over set active true ნიშნავს, რომ game over-ში ჩემთანაც იმუშავა. ხო, game over-ში რა ობიექტიც გაქვს ჩაგდებული, აი აქ. აი ეს ობიექტი. ამ ობიექტს გამოაჩენს, set active true-ს გაუკეთებს და აი ხელით რასაც ვუკეთებ მე ახლა მაგას გაუკეთებს რა, ვიღოთ თვითონ კომპიუტერი გააკეთებს მაგას. შეამოწმეთ აბა სხვებმაც. მას სკრიპტი დამანახეთ რა. აი. ნახე აბა მუშავდა თუ არა. ის ჩაგდება არ დაგავიწყდეს ოღონდ. ნარუტოს რომ მონიშნა მარჯვნივ აი აქ game over გამოჩნდება და non game object ეწერება. მას სკრიპტი მანახეთ ისევე. რამ შესწომ არ გამიყაროს. მას იქ დიდიო უნდა ვაჭრელი? სად? game over-ზე?
დიახ. ზევით როგორც დაარქვი, ზუსტად ეგრე უნდა გაწეროს ქვევითაც. ზევით თუ შენ პატარა ოთი დაარქვი, შეგვიძლია ქვევით პატარა ოთი. შეგვიძლია კი არა, ქვევით პატარა ოთი უნდა ჩაწერო. ზევით როგორც ქვია, ეგრე უნდა ჩაწერო რა. მე უბრალოდ სიტყვებს გამოვყოფ დიდი ასოებით და მაგიტო. ანუ თავიდან ხო პატარათი ვიწყებთ ცვლადების სახელს. და მე შემდეგი სიტყვა სხვა სიტყვა რო არის, over დიდი 20 ვწერ. აი აქაც health text-ით ეგრე მიწერი, დიდ ტ მიწერი. შეგვიძლია სულ პატარა მას ახლა იქ ვიწერო. რა არის? ნაუტოს იმაში რა ჩავმატო ახლა? Naruto-s script-ზე გამოჩნდება game over და non game object ეწერება. ჩანს? მას errors მიჩვენებს. დააკვირდი. თან არ გამიწვია დაბოლოება. ვიპოვე მას. რო დაასეივებ, Naruto script-ზე გამოჩნდება აქ game over და non game object ეწერება, ნახება? დიახ, და მან ჩავაგდო ჩამქრალი game over-ი. პანელი კი. ჩავაგდე. всё, ჩართი თამაში და რომ მოკვდება პერსონაჟი, წესით უნდა გამოჩნდეს game over დაეწეროს. არ დაუწერია მას. სწორად ჩააგდე? მარტო ტექსტი ხო არ ჩააგდე, game over პანელი ჩააგდე, ხო მთლიანად? მარტო game over ჩავაგდე. ხო და შიგნით ტექსტი აქვს, ხო? მაგ game over-ს, შვილად. ტექსტი არ აქვს მას. ტექსტი არ შეუქმენი game over რო დაწერე? game-ში არის ტექსტი game over-ი. ხო, მაგას გეუბნები. და არ გამოჩნდა ეგ? ანუ აქაც არაინ თო, მარცხნივ რო დააკვირდე. ჩართი თამაში, გატესტე, მოკვდას პერსონაჟი და მარცხნივ დააკვირდე არაინ თო? ისევ ჩამქრალია game over-ი. დიახ, მას არანთეული. აი გააზიარე, აბა. მას აქ არის ამის შესწავლა? აუ, წესით არა. ხო და არასწორად ჩააგდე ეთყობა, ის მშობელი უნდა ჩაგეგდო. ალბათ მშობელი არ გაქვს ჩაგდებული. მონიშნე Naruto. Naruto მონიშნე. Naruto. ასი game over ტექსტი არა აქვს. ხო და შენთან აი პანელი უნდა ჩააგდომეთ, ხო გითხარი? თან არ დაჟე მკითხე, პანელი უნდა ჩავაგდო, კი მე და მაინც ის ჩააგდო game over. ხო, ახლა ჩამა, მაგრამ game over მაინც არ დააწერა. ეხა game over-ი გაქვს ჩამქრალი. ხედავ მარცხნივ პანელი აინთო, მაგრამ game over-ი არის ჩამქრალი. დიახ. აი ეგ ჩართე მანდ. ანუ ორივე არ უნდა ჩაგეკრო, შენ ჩაქრო ორივე, პანელის და game over-ის და პანელის ჩაქრობა საკმარისია, რომ game over-იც ჩაქროს, იმიტომ რომ შვილი არის იმისი რა. ეხლა ჩართე და იმუშავებს. ეგ არის. კაი. კითხვა ხო არ გაქვთ რამე? არა მას. მე არა. ოკეი. კაი, მაშინ შემდეგისთვის ესეთ რაღაც გააკეთეთ. სხვა პანელი შექმენით. პაუზ პანელი რო იყოს რა, რომ მე თამაში დაპაუზება გავაკეთოთ. პაუზ პანელი იყოს და აი თქვათ რამე ღილაკზე რო დააჭერ escape-ზე მაგალითად. escape-ზე დაჭერის დროს ეს პაუზ პანელი გააჩინეთ რა. ოკეი? ერთი ეგ იყოს და კიდე მოვიფიქრებ და მაგასაც დაგიმატებ, დაგიწერთ მოკლედ Discord-ზე რა. დავალებას. კაი. სანდრო. აქ ხარ? კი. ხო, დანარჩენებს შეგიძლიათ გახვიდეთ და სანდრო შენ გააზიარე და გადმოვწეროთ ახლიდან ეს. ახლა ვიწერ მე უკვე, ანუ ვიწერ. ოკეი.
ის არ დაგავიწყდეს game development with Unity რომ დაერჩიო, ხო გახსოვს? კი. ხო. კაი და მოიწერე მაშინ რა სიზმს, კაი? კარგი. ოკეი. კაი, დროებით აბა. დროებით. კარგად. ნახვამდის. ნახვამდის.